მოუწოდა თავის 12 მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება. ეს არის იმ 12 მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრეც წოდებული, და ანდრია მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფესზე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. ეს 12 მიავლინა იესომ, ამცნო და უთხრა: წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ. არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულიათ სათასასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ, უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით, ნურც ფუთას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან შრომელი თავისი საზრდოს ღირსია. რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენ სიტყვებს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სოდომისა და გომორის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. აბა იყავით გონიერნი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი. მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავ როებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ზეც მოვა. მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია, და მონისათვის, როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს. ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ შეიტყობა. რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკლა კი არ ძალუცთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე, ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონია თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, מחვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული თავის დედისაგან და რძალი თავის დედამთილისაგან. კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც თავის სულს პოულობს და კარგავს მას, ხოლო ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, ჰპოვებს მას. ვინც თქვენ ღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს. ვინც წინასწარმეტყველს ღებულობს წინასწარმეტყველის სახელით, მიიღებს წინასწარმეტყველის საზღაურს და ვინც მართალს ღებულობს მართლის სახელით, მართალის საზღაურს მიიღებს. ვინც დაალევინებს ერთს ამ მცირეთაგანს, თუნდაც ერთ სასმის ცივწყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური. როცა დაამთავრა იესომ თავისი 12 მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა, რომ ეთქვათ მისთვის, შენ ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო. იესომ უთხრა მათ პასუხად. წადით, მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ. ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან. კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით. მკვდრები დგებიან და ხატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე. რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა რისთვის გახვედით? რბილი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? რბილი ტანსაცმლით შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვიზედაც დაწერილია. აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება, ხოლო ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს. მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზეს ხედან და მოუხმობენ თავიანთ ამხანაგებს. დაეუბნებიან, სალამურს გიკრავდით და არც ეკვავდით, ვგოდებდით და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს და ამბობენ, ეშმაკი ჰყავს. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს და ამბობენ, აჰა კაცი, რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინისმა, მებაჟეთა და ცოდულთა მეგობარი.
და მისი სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული. მაშინ მან იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთა ქმედებანი, იმის გამო რომ არ მოინანიეს. ვაი შენ ქორაზინო და ვაი შენ ბეთსაიდა. ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთა ქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. შენ კი კაპერნაუმო, განაცამდე ამაღლდები. ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთა ქმედებანი შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე მოაღწევდა. In Sodom, it would have remained to this day. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ. Then for you. მაშინ თქვა იესომ, გადიდებ შენ მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. ჰეი მამაო, ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება სურვილი. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს განუცხადოს. Come to me. მოდით ჩემთან ყოველნო მაშვალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ. And I will give you rest. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. And you will find rest for your souls. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი მსუბუქი.